ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვიწყებთ დღევანდელ დილის მონეტიზაციას სააგენტო ლემოსჯის დამფუძნებელთან ირინა მელიმონიძესთან ერთად, რომელიც დღეს გაგვარკვევს იმ თანამედროვე ტრენდებში და ტენდენციებში, რაც არის ზოგადად მარკეტინგის მიმართულებით და რაც არის იმპლემენტირებული ცხადია ქართულ ბიზნესში. დილომშვიდობის ირა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის, ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის ხართ ესე ვთქვათ შემართებით, გვაძლევთ ენერგიას დილიდან და მზად ხართ რომ აი ესე გაგვაცნოთ თითოეული ის სიახლე მიმართულება ტენდენცია რაც არის ზოგადად მარკეტინგის მიმართულებით. მოკლედ აი რა ტენდენციებია დღეს, ანუ აი რა სიახლეები გვაქვს, როგორ ხდება ცალკეული საკითხების იმპლემენტირება, როგორია ახალი ტენდენციების ასე ვთქვათ ინტეგრალი მარკეტინგის ნაწილში. გვაქვს იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები, გვაქვს ადამიანური რესურსის დეფიციტი და ბევრი პრობლემა, ხო? მაგრამ მიუხედავად აი ამ გარემოებებისა, რა სურათია დღეს საერთაშორისო ტრენდების იმპლემენტირების ნაწილში ქართულ ეკოსისტემაში? გამარჯობა კიდევ ერთხელ სანდრო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრად მოწვევისთვის. შევეცდები ეს თემა მოკლედ, მაგრამ საფუძვლიანად გავშალო და მადლობა ამ თემისთვის შენ, იმიტომ რომ ნამდვილად შეცვლილია მარკეტინგული ტრენდები. თითქოს სათავე აიღო 5-6 წლის უკან ვიდეო ტრენდებმა და ამას ესე სერიოზულადაც ყველა კომპანიამ არ შეხედა და არ დაიწყო ამაზე მზაობა, იმიტომ რომ მეც კი, რომელიც ვფიქრობ, რომ ტრენდებს ასე თუ ისე სულ ფეხს ვუწყობ, ჯიუტად კონტენტს ვქმნიდი უფრო წერილობით ნაწილში ვიდრე ვიდეო ნაწილში, მაგრამ დღეს უალტერნატივო გახდა თითქმის შექმნა ვიდეო კონტენტი. ამაში ვგულისხმობ ძირითადად ლაივს, ანუ ლაივში გასულ ინფორმაციას, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომხმარებელი უკვე დამონტაჟებულ ვიდეო და გადაღებებს, აი ესე ძალიან დადგმულ სცენებს თითქოს ხელოვნურად აღიქვამს და არ ენდობა, ამიტომ უპირატესი აქვს პირდაპირ აი ძალიან მარტივ შინაურულ გარემოში გადაღებულ ვიდეო მასალას. ეს არ გამორიცხავს აკადემიურ კონტენტს. ამიტომ შორს ვარ იმაზრისგან, რაც TikTok ტრენდებია და ასე შემდეგ. ანუ TikTok-ისგან შორს ვარ თქო, არ ვიტყვი, მაგრამ ასე მთლად ნატურალიზმით არ მოსულა, მოკლედ ბიზნეს სექტორში, როგორც წარმოიდგინეს და როგორც წარმოუდგენია და საძინებლიდან, იმიტომ რომ ნატურალურად და ბუნებრივად გამოვიდე, არ უნდა გავაკეთო რაღაც პროდუქტის მარკეტინგი და რეკლამა. თუმცა თუ ამ ნაწილს ვერ მიმართავს დღეს და ძალიან სწრაფად არ გადაეწყობა კომპანიების დიდი ნაწილი გავრცელებაზე ინფორმაციის ან მისი პროდუქტის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე იმხელა რესურს დახარჯავს, რომ ფაქტობრივად ვეღარ დაეწევა მომგებიანობას პროდუქტი. ეს არის ერთ-ერთი კრიტიკული ამბავი, რასაც ვფიქრობ, რომ ქართული ჩვევებიდან გავნიარი და ბაზრის დაკვირვებიდან გავნიარი და რთულად ვიღებთ ხოლმე სიახლეებს. დიდი ბიზნესები და საშუალო ბიზნესები. მე არ ვლაპარაკობ ამ მომენტში სტარტაპებზე და ამ ახალ თაობას არ უჭირს ასეთ რაღაცებთან ინტეგრაცია, ძველ დიდ კომპანიებზე. თითქოს ეს მათი არ არის, ესეთი დამოკიდებულებით ხვდებიან სიახლეებს. მე მოვუწოდებ, რომ ძალიან სწრაფად გადაეწყო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ ტრენდზე და ლაპარაკობს არა უკვე შედეგები იდება, გავტესტეთ ყველაზე მკვდარი სოციალური ქსელის გვერდი ჩვენ რაც ვქონდა, გავუშვით ლაივი, საინტერესო, არც თუ ისე ძალიან საინტერესო ინფორმაციის და მისი გავრცელება ბუსტის გარეშე 5 ჯერ გაიზარდა, აი რო წარმოიდგინო. ანუ ეს არის თვეების განმავლობაში მკვდარ ფეიჯს ვეძახი, ეს საერთოდ არანაირი თითქმის არანაირი აქტივობა არ ყოფილა და წარმოიდგინე ხა აქტიურ ფეიჯებზე რა ხდება. აქტიურ გვერდზე გავრცელების თვალსაზრისით რეკლამა გაძვირდა 3-ჯერ, თუ არ გაქვს ვიდეო კონტენტი, ანუ ვიდეო ინფორმაცია. ანუ თქვენ გულისხმობთ ვიდეო კონტენტის გარეშე არის რეალურად ვიდეო კონტენტის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტრენდი. შემიძლია მეორე გამოწვევაზე და არანაკლებ მნიშვნელოვანზე ბიზნესი დღევანდელ დღემდე და ალბათ დღესაც აგრძელებს წუწუნს, მოდი ეს სწორი სახელი რო დავარქვა, ადამიანური რესურსის ნაკლებობაზე და ჩვენთან ერთად პარალელურად მსოფლიოს დიდი ბიზნესები გადაეწყო ხელოვნური ინტელექტის და ხელოვნური რესურსების მოკლედ ათვისებაზე. ჩვენ მოგვიწევს ძალიან ცუდად უნდა გამოვთქვა ალბათ და ვცდილობ რომ არ იყოს ეს კრიტიკული და არ გაგვაკრიტიკონ ძალიან, მაგრამ საშუალო და დამწყები პოზიციების ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტით ჩვენ ეს დავიწყეთ. თვენახევრის წინ დავნერგეთ AI ასისტენსი უძრავი ქონების მრჩევლად. კი ბატონო. ესე იგი 2 კვირაში ვასწავლეთ
ის, რასაც წელიწად ნახევარში ვერანაირი ძალით, ვერანაირი მოტივაციის ადამიანი ვერ ისწავლებს. მქონით ვერ შეძლებს ადამიანი იმ დონის კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებელზე, რასაც AI სწავლობს. ესე იგი, აკითხავს რეესტრს, სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს, ჩვენს ვებსაიტს, ჩვენს CRM-ს, აკითხავს ყველა ინტერნეტ წყაროს და თქვათ თუ შენ კითხავ როგორც მომხმარებელი, რომ რატომ უნდა ვიყიდო დღეს უძრავი ქონება დიდ დიღომში, იწყებს იცით როგორი ინფორმაციის მოძიებით, რომ დიდ დიღომში 10 წლის წინ ასეთი ფასი იყო, ახლა ასეთი ფასია, კვადრატული მეტრი გასაყიდი, გასაქირავებელი დაგითვლის საშუალო ამონაგებს რამდენ წელიწადში მიიღებ თუ ეს საინვესტიციო თუ ანუ შეიძლება გაგიჟდე ისეთი დონის კვალიფიციურ ინფორმაციას გაწვდის და ამით ფაქტიურად თვე ნახევარში 101 დაინტერესებული მომხმარებელი მოიძია სრულიად ურეკლამოთ. ჩვენ ჯერ ტესტირების პროცესში ვიყავით და არ ვარეკლამებდით და 2 ბინა გაყიდა. ანუ დაწყებიდან თვე ნახევარში მე წარმოდგენაც არ მინდა წლის ბოლოს რა სტატისტიკას შეიძლება შევეხოთ. ჩვენ ახლა აქტიურად გადავალთ ამ მოდულის და ჩემი გამოცდილება რო არ მოუყვე, საქართველოს ბანკის გამოცდილება იქნებოდა ალბათ ძალიან საინტერესო, რაც ხელოვნური ინტელექტის კვალიფიციური, მოკლედ კონსულტაცია რამდენად ასწრაფებს ჩვენთვისაც თვითონ მომხმარებლების. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის ესე შორიდან ყურება და რობოტები ვერ ჩაგვანაცვლებს, ვერ ჩაანაცვლებს რეალურად ინტელექტს და ადამიანის საჭიროებას, მაგრამ იმ რესურსებს, რომელზეც კომპანიები 10-ჯერ მეტ ძალისხმევას ხარჯავდით დამწყები თანამშრომლების მოყვანისთვის, მერე მათი მოტივაციის სისტემის შენარჩუნებისთვის, მერე მათი შენარჩუნებისთვის, მათი ზრდისთვის, აბა უნდა გაიზარდო, უნდა განვითარდე. აი ამ ნაწილში ფაქტიურად თავისუფალი ხარ. აი 3 თანამშრომელი თუ ჩვენ გვჭირდებოდა 15 ოპერატორი, რომ ავსულიყავით იმ მოთხოვნას და გვეპასუხა დაინტერესებული მომხმარებლებისთვის და გადაგვერჩია უფრო დაინტერესებულები, დღეს 4 თანამშრომელი დავტოვეთ ამ პრინციპით, დანარჩენები გადავანაწილოთ ჯერჯერობით სხვადასხვა პოზიციაზე, აღარ არის საჭიროება სტაჟიორების ამ პოზიციაზე და მაინც თავისუფალი გრაფიკი აქვს, ბევრად ვიდრე 15 ადამიანს გქონდა. აი წარმოვიდგინოთ ეხლა რასაც თქვენ ყვებით და როგორი საგულისხმო კომპონენტებია ეს ყველაფერი, ეს ყველა სექტორში აბსოლუტურად შეინიშნება ეს ტრენდი და შესაბამისად ერთჩვენიერ დღეს ჩვენ დავდგებით და ეს ერთი მშვენიერი დღე არ მოხდება 10 და 20 წლის თავზე, ეს უკვე დღეს ხდება და წარმოვიდგინოთ ძალიან სწრაფად. ერთ წელიწადში რა ტენდენციები და რა ტრენდები იქნება, აბსოლუტურად აი ამის განსაზღვრა ძალიან რთულია და ფაქტიურად უკვე ძალიან აქტიურად დაიწყება ადამიანური რესურსის მინიმიზაცია და ჩანაცვლება ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ბიზნესმა დაინახა უკვე მარგი ქმედების კოეფიციენტი. ამას არ ვამბობ რაღაც სიხარულით, ახლა არ მინდა რომ მაყურებელმა რაღაცნაირად გვიწყინოს, არ ვამბობ ამას არანაირად სიხარულით, უბრალოდ ეს ადამიანური რესურსისთვის კიდევ უფრო დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი უნდა იყოს, რომ ჩვენ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ვიყოთ კონკურენტუნარიანები უკვე არა ერთმანეთთან მიმართებაში, არამედ უკვე იმ ტექნოლოგიასთან მიმართებაში, რომელიც ხვალდაზე ჩანაცვლებას გიქადის. და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენსიტიური საკითხია. აი ტენდენციებში ახლა მოდით აი ძალიან საინტერესო საკითხი ახსენეთ, ხო? აი როგორ დაგეხმაროთ ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული ანალიტიკის მოძიებაში, ინფორმაციის მოძიებაში და 2 ბინის გაყიდვაში, ხო? როგორც თქვენ ახსენეთ. სანდრე, ბოდიში რა ძალიან, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი რო დაგითხრა რა დაჯდა, ანუ მოდულის შექმნა. ასე იგი ყოველთვიური ხარჯი აქვს $200 მხოლოდ DGG-ს ჩათვლით. DGG-ს ჩათვლით $200, კი ბატონო. და ამის ინტეგრაცია არ აცდება 15-20,000 ლარს. რა თქმა უნდა, ერთი თანამშრომელი დაგჭირდება, ვისაც ეწოდინება რა უნდა ასწავლოს ხელოვნურ ინტელექტს. ეს სწავლების პროცესი არ გეგონოს, რომ უზიხარ, ანუ აწვდი ინფორმაციას და ტესტა უბრალოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში და თუ რამე შეცდომას უშვებს, ეუბნები ესე კი არა ესე და 15 მილიონი სიტყვის სწავლა შეუძლია ამ კონკრეტულ ვერსიას, ახლა რასაც მე ვამბობ და ჯერ 3 მილიონი აქ ნასწავლი და გენიოსია. ანუ შემიძლია ვთქვა, ამ სფეროს ექსპერტი თუ ვინმე არსებობს, იმაზე 3-ჯერ ძლიერია.
იმიტომ რომ ლაივ რეჟიმში რაც უნდა ექსპერტი ვიყო დღეს სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს ახლა შენთან საუბრის დროს მე ვერ მივაკითხავ და ზუსტ რიცხვებს ვერ დაგიდებ მაგალითად აპრილის თვის ყველა შესაძლო კითხვაზე. მას შეუძლია ეს. დღეს მე აქ რომ ვზივარ და ბინა გაიყიდება, რა თავისუფალი ბინა ვებსაიტზე მე ვერ გიპასუხებ პირდაპირ რეჟიმში, ხო? მას ეს შეუძლია, ანუ აქვე შემიძლია დაუსვა კითხვა და ეს მომაწოდოთ. ანუ წარმოუდგენლად აჩქარებულია, მეც კი მიწევს ვიფიქრო, რომ გამოთავისუფლებული რესურსით რა უნდა ვაკეთოთ თიმში. რა ახალი ტრენდები, ეხლა რა თქმა უნდა, რაც გამოთავისუფლდა რესურსი, ავტომატურად აგზავნის პრეზენტაციას, როცა პრეზენტაცია უნდა, SMS, როცა მისამართი უნდა, თავის მობილურ ნომერზე. ყველაფერს ავტომატურად აკეთებს გესმის. ამაზე ხო ადამიანი დროს ხარჯავ და თუნდაც ერთ წუთს. კონკურენცია ახსენე, ხო? მე და შენ თუ კონკურენციაში რო წარმოვიდგინოთ, ვიქნებით, ჩვენ რაღაც განწყობები, ხასიათი, სხვა საყოფაცხოვრებო დატვირთულობა შეგვაჩერებს ეტაპობრივად. მას ანუ ხელოვნური ინტელექტის აი ამ რობოტს არაფერი არ აჩერებს. ის შენგან დამოუკიდებლად ძალიან სწრაფად ვითარდება. ანუ ჩვენ რო გძინავს ეს მოცემულობა რო ჩავუშვით, თუ ვინმე მომხმარებელი ერთი მაინც იარსებებს რომ კითხვები დაუსვას, დილას ის იმაზე უფრო ჭკვიანი ხდება, ვიდრე გუშინ საღამოს იყო. მე არაფერი აღარ მიქნია, მე ერთხელ ვქენია ეს ვასწავლე. დანარჩენ სასწავლის მომხმარებლები. ანუ ჩვენ რამდენჯერაც მივმართავთ, თუნდაც აი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-ს, ხო? რამდენი მომხმარებელიც მიმართავს, იმდენჯერ, ანუ გეომეტრიულ პროგრესზე უფრო სწრაფი განვითარება გამოდის, რო წარმოიდგინო, იმდენჯერ სწრაფად სწავლობს და ვითარდება. აი რა მე მაინტერესებს ეხლა თქვენი ძალიან დიდი კოლოსალური გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო? აი ქართულმა კომპანიებმა კრებსითად, ხო? სხვადასხვა სექტორები ავიღოთ. აი რამდენად დაიწყეს აქტიურად უკვე აი ამ მოდულის გამოყენება და სხვათა შორის, ეხლა ეს ცოტა რიტორიკული კითხვა გამომდის, იმიტომ რომ დაიწყეს და შესაბამისად რამდენად დაისახა უკვე ეკოსისტემაზე და მარგი ქმედების კოეფიციენტზე. ავიღოთ მაგალითად ბუღალტერია აუდიტი, სადაც დაწყებულია. ავიღოთ უძრავი ქონება, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ამ მიმართულებით. ავიღოთ ავტოინდუსტრია, რომელმაც ასევე ჩააშენა. ავიღოთ განათლება რომელიც ასევე ერთ-ერთ პიონერად მოგვევლინა, ხო? ხო და აი რამდენად დაეტყო უკვე ერთის მხრივ როგორც შედეგებზე ასევე უკვე, ну, რა თქმა უნდა, მინიმიზაციის კუთხით ადამიანური რესურსის ჭრილში, რა თქმა უნდა, დაეტყო უკვე ეს ფაქტია, მაგრამ აი იგივე მარგი ქმედების კოეფიციენტის შედეგები და ასე შემდეგ, აი რამდენად ხილულია ეს ყველაფერი, რაც უკვე ხდება AI-ის ინტეგრირებით. აი მე რო სხვა სფეროებს არ შევეხო, ძალიან მოკლედ ვიტყვი მარკეტინგზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც კარგად ვიცი, მოკლედ იქ მრჩევნია ვიფილოსოფოსო. ნამდვილად თქვენი გამოცდილება არის ჩვენი 3-4 წელია მე ვამბობ, რომ მარკეტერი რომელიც იტყვის, რომ სეგმენტაციით უნდა გაუშვას რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე თავისი ახირებული სეგმენტაციით რეკლამა, მან მარკეტინგი და დღეს არსებული სოციალური მედიის პლატფორმა არ იცის და ამას ძალიან ხმამაღლა ვიტყვი და დღეს ეს დაადასტურა მსოფლიოს ყველა მარკეტერმა, ვინც დღეს ბაზარზე მუშაობს, ხელოვნური ინტელექტი იმ დონეზე დაიხვეწა სოციალურ პლატფორმებში, რომ შენ მოიგონო, ვინ არის შენი სეგმენტი, აი ძალიან ამბიციური კი არა, ზებუნებრივად ჩამორჩენილი უნდა იყო ამ ტრენდებისგან. ყველაფერი იცის შენზე, რა გაინტერესებს, როდის ახარ ამ რეკლამის მისაღებად მზად და ასე შემდეგ და არ სჭირდება ამას გაფილტრო. ერთადერთი შეიძლება გენდერი, ისიც არ უნდა მიუთითო, ჩემ გარჩევამ და ასაკობრივი ჭრილი. თუმცა ეს ასაკობრივი ჭრილიც თუ კომპანია გრძელვადი ამ ბრენდინგზეა ორიენტირებული, დღეს 12-დან 19 წლამდე აუდიტორია არ გაინტერესებდეს, როცა 5-6 წელიწადში ეს ხალხი ისევ შენი პროდუქტის მსყიდველუნარიანი საზოგადოებად უნდა ჩამოყალიბდეს, ძალიან დიდი შეცდომა მგონია და ნუ კარგი, რესურსების არ ქონის შემთხვევაში გავამართლებ მხოლოდ ამის ფილტრაციას. რაც შეეხება განათლების სისტემას, მე შვილი მყავს სკოლის მოსწავლე და ვამბობ, რომ მასწავლებლები წესით შოქში უნდა იყვნენ, იმიტომ რომ რა დავალება უნდა მისცე დღეს 12-დან 15 წლამდე მოზარდს, რომ მან ვერ გააკეთებინოს ეს ChatGPT-ს. ამიტომ ძალიან დიდი დაფიქრება ალბათ განათლების სისტემას მართებს, რომ ანუ თუ აქამდე არ ფიქრობდნენ და არ ევალდებულებოდათ განათლების სისტემის ცვლილება, წარმოუდგენლად მიმაჩნია მასწავლებელმა მშვიდად იგზნოს თავი, როცა მოსწავლის პრეზენტაციას დაავალებს სახში ალკოჰოლზე, ანუ ძალიან მარტივად მისცემს დავალებას, მე ვარ 12 წლის, მე 6 კლასელი, ბუნების გაკვეთილში მაქვს პრეზენტაცია ალკოჰოლი და ყველაზე მაგარ პრეზენტაციას გაუკეთებს. მიზანს თუ დაუწერს, რომ მე მინდა რომ შოკის მომგვრელი ინფორმაციები მივაწოდოთ ჩემს კლასელებს ალკოჰოლს. ამიტომ ვამბობ, ანუ თუ გიათ სცადეთ
ანუ თუ ვინმეს არ უცდია ეს სცადეთ რა ინფორმაციას მიაწოდეს. კანონმდებლობაზე ნაირ სახეობაზე, პროცენტობ ალკოჰოლის შემცველობა. ამიტომ ვამბობ, რომ როგორ შეიძლება ასეთი მარტივი დავალებები მისცე დღეს ბავშვს და საღამოს წამ გამოუშვა სახშია დილას გაკვეთილი მოთხოვო. აბსოლუტურად. ან ანალიზი, ვეფხის ყავსნის ანალიზი. მე და შენ ალბათ ძალიან გვიწვალია, ხო, ამ რაღაცეებს. ძალიან მარტივია რა, ნებისმიერი ანალიზი და შეგიძლია ტონი, ინტონაცია, შენი სტილი განუსაზღვრო და ისე დააწერინო. ის სწავლობს შენ სტილს რეალურად. აი ძალიან ღირებულია და ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი. მართლა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ძალიან ხშირად იქნებით და ძალიან დიდი მადლობა სანდრო. გაგვანებიურებთ ასეთი ძალიან საინტერესო ხედვებით, რეკომენდაციებით, აქცენტებით და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ. წარმატებებით თქვენს. ლემოსის დამფუძნებელი ირინა მელიმონიძე პასუხობდა გადაცემა დილის მონეტიზაციის კითხვებს. გავდივართ რეკლამაზე, მალე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგვეულოთ.